გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. რუსთავი 2-ის რეალითი შოუ ჰაუსში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. წუხელ კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ დაცვა გამოიძახეს. ჯავახასთან მწვავე დაპირისპირების მერე ლორენცომ მიმართვაც კი გაავრცელა. პროექტის ყველაზე სკანდალური მონაწილე დარწმუნებულია, რომ დანარჩენი მონაწილეები ყველაფერს აკეთებენ, რათა მან შეუდატოვოს. მისი ვარაუდი, როგორც ჩანს, რეალობასთან შორს არაა. ლორენცო ლელუსა და დავითთან ერთად კვირის აუთსაიდერი გახდა. ბეკჰემების ოჯახში სკანდალი გრძელდება. ამჯერად სოციალურ ქსელში უმცროს ბეკჰემს ღიად დაუჭირა მხარი დევიდ ბეკჰემის ყოფილმა ასისტენტმა რებეკა ლოსმა. მას ადრე ფეხბურთელთან რომანს მიაწერდნენ. მისი უბედური ცოლი ძალიან მეწოდინებოდა. ვიცი რისი გამკეთებლებიც არიან, წერს რებეკა. კანიე ვესტის მეუღლეს ფარული ნიჭი აღმოაჩნდა. ბიანკა სენსორი კლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მან ვიდეო გააზიარა, სადაც ის ჰენდპანზე უკრავს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ტეხასელმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ყოფილმა საცოლემ მასზე მისი თანხმობის გარეშე იქორწინა. კაცი აღიარებს, რომ დაქორწინებას მართლაც გეგმავდა, თუმცა ქორწილი კონფლიქტის გამო შეიშალა. როგორც აღმოჩნდა, ყოფილი საცოლისთვის ამას ხელი არ შეუშლია. როგორ მოახერხა ეს 36 წლის ქალმა, ამას ახლა უკვე სამართალდამცველები გაარკვევენ. ჩინელმა ქალმა გადაწყვიტა ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბავშვი გააჩინოს. 39 წლის თიანას უკვე 8 შვილი ჰყავს. ავსტრიელმა ძროხამ სახელად ვერონიკამ გაგიკვირდებათ და ჯაგრისით თავის ფხანა ისნავლა. ძროხისთვის ამ უჩვეულო უნარით მეცნიერებიც კი გაოცებულები არიან. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.